ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის საერთო კონვენციის, თუმცა დღემდე ამ კონვენციით ნაციონალური პოლიტიკა. აქედან 1,5 მილიონი ქალია და 600,000 ადამიანი იღუპება თავარია პასიური მწერლობის გამო. მეორე დიდი კვლევა, ეგრეთ წოდებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ძალიან ძლიერ აი აქ არის ჩამონაცვლელი საქართველოს ყველა იმ დღევანდელი ინიციატივის მიზანია საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ღონისძიების გაწევრება. ეს გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების შესრულება, რომელიც მოიცავს თამბაქოს პროდუქციაზე კონტროლის, როგორც იმპორტის, ასევე დისტრიბუციის, მარკირების, რეკლამირების საკითხებზე რეგულირების გაძლიერება, რომელიც თავიდან აკვაცილებს მოსახლეობაში დღეს არსებულ ავადობისა და საკვირიანობის ტვირთს. სანქციების დაწესება, სანქციები განისაზღვრება უშუალოდ უწყებათა შორისი კომისიის მონაწილეობით, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა თამბაქოს წინააღმდეგ ღონისძიებების გაძლიერების შესახებ. ქვეყანაში დღეს არსებობს ამის პოლიტიკური ნება, კარგად არის გათავისებული ის, თუ ამის ძალიან ბევრი მეცნიერული მტკიცებულება არსებობს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი, ჩვენთან ჩატარებული კვლევების მიხედვით, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ჯანმრთელობისათვის. კერძოდ საქართველოში დაახლოებით 11,000 ადამიანი ყოველწლიურად იღუპება თამბაქოს მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის გამო. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მომზადდა მთავრობის დადგენილების პროექტი, თავისი ახსნა-განმარტებითი ბარათით, თავისი მიმოხილვითი ნაწილით და სხვა თანხლები დოკუმენტებით, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ერთიანი სამთავრობო მულტისექტორული სამთავრობო კომისიის შექმნას, რომელსაც დაევალება, რომ ერთი თვის ვადაში შემუშავდეს ქვეყანაში მრავალსექტორული სამუშაო გეგმა, დაახლოებით ალბათ 3-5 წელიწადზე გათვლილი, მიეცემა შესაბამისი დავალებები სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებს, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში და რეგულაციაში, რათა ჩვენი კანონმდებლობა და სხვადასხვა რეგულაციები მოვიდნენ თანხვედრაში იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რაც ქვეყანას აღებული აქვს საერთაშორისო კონვენციით, ეგრეთ წოდებული ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მიღებული არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2003 წელს, საქართველოს მას შეუერთდა 2004 წელს და რატიფიცირება პარლამენტმა გააკეთა 2004-ში, მაგრამ ძალიან ბევრი და უმრავლესი პუნქტი ამ შეთანხმებისა ქვეყანაში არ იცვლებოდა. სწორედ ამ დადგენილების და ამ ფართომასშტაბიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ის, რომ ჩვენ მოვიდეთ შესაბამისობაში იმ კანონმდებლობასთან, რაც დღეს ცივილიზირებულ სამყაროში არეგულირებს თამბაქოს კონტროლს.